მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მსმენელო და მაყურებელო. ეს ჩემი YouTube გადაცემაა ლიტერატურა მაიასთან ერთად. დღევანდელი დღის თემა იქნება ჩვენი პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესახებ სწორედ ის ინფორმაცია, რომელიც ითვალისწინებს, რომ ის იყო შესანიშნავი პოეტი, მწერალი და ამ ჭრილში განვიხილავთ მის მოღვაწეობას. ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ ზვიად გამსახურდია არის უამრავი ლექსის ავტორი, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი და შესანიშნავია. სწორედ დღევანდელ დღეს 31 მარტს დაიბადა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ეს გადაცემაც ამ დღისადმია მიწყვნილი. ზვიად გამსახურდია თავის შემოქმედებაში ხაზგასმით აღნიშნავს, თუ როგორი უნდა იყოს პოეტი და როგორ უნდა წერდეს ის შესანიშნავ ნაწარმოებებს. ამ მხრივ მას ეკუთვნის შთამბეჭდავი ლექსი, პოეტი და მუზა. მე დღეს მინდა წაგიკითხოთ ზვიად გამსახურდიას ლექსი ვეფხისტყაოსნის სიმფონია, რომელიც მართლაც შესანიშნავია და ჩვენმა მომავალმა თაობამ ამის შესახებ ნამდვილად უნდა იცოდეს. ბულღა ზანზარულ მუზართა ზმათ და ზარებად, ზეიდალთაებრ მზე ზარნიშით მბრძინვარე ზღვათა, ზედგამხედველთა არ გამწირავთ მუქაფი ზღვა და ზეგარდმოქნარნი მონამკობე ზეშთა ზარებად, გაჭრად იჭურვის ჭარმაგოსან ჭაბუქთა ჭმუნვა, სულისათთა და სპეტაქსოსანთა იფრქვევა ნაზი, ბროლის კუბონი ბროლ ბაკმათნი მზეობენ მუნვე, გიშრის ტბათაგან ლავს მოადენს მუტრიფთა საზი, ბირვილსათთაგან დაელვარე საფირონთაგან, მუნკიანთობენ ლახსტრიქონთა სამაჯურები, ლალმარგალიტნი ათასგვარნი ათასჯურები, სცვივამთიებინ ნაკვალევზე განარონთაგან, ნათობთა თანაც მას უყვარდა ზიმზიმი მზეთა, ზერგნა ბოროტით სტომილების მას უხაროდა, დაბნედით განცთა სინარნარეთ და სინაზეთა, გულის წარტყოვნამ იდილეგოთ დაუხაროდა, ლაღად მიმფრენი ტაიჭების შევარდენები, სიხაფე ხაფთა და მათრახით ხლეჩა ხორცისა, მონათა ყორე გმირთა მაჯით წანახოცისა, ბედის წერადი ნიაღვრების შავი დინება, ვეფხური მზერის დადუნება ვეფხურ შეტევით, ეკომურგურგვინავი უდაბნოში ატეხილ ლომთა, სამუმის ბუხში გაჩაღებულ მბზინვარე ომთა, გაფიცხებადა ცას მიწევნა ცეცხლის სვეტებად, ზეგარდმო მადლი მოავლინა ჩვენზე ძენამან, გულს განახლება ხოლო სმენას მოსცა სიამე, მიუთხრობელი ვით მოგითხროთ ბრგვილმან ენამან, თუ ვით დიადობს სამყაროზე მზიანი ღამე, არ დაიმცრობის მამაცურთა მკლავთა კვეთება, მიჯნურის სახმილს რაძალით ზალუც აბადაშრეტა, დგას შეუღწეველს რა დარბაზად შემოქმედება, ვით უბურღავი კლდე გრეხილი ურღვევთა შრეთა. ეს ლექსი მართლაც შესანიშნავია და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ჭრილშიც უნდა ვიცნობდეთ ზვიად გამსახურდიას. ის იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, დამოუკიდებელ საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მისი ღვაწლი ნამდვილად გასახსენებელი და ღირსშესანიშნავია. სულ ეს იყო, გემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის.